კომისიანის დევნა ასევე შეიცავდა პოლიტიკურ საფუძვლებს და შესაბამისად თუ კომიტეტი აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და ადამიანის უფლებათა დამცველები ამ საფუძველს ხედავენ, შესაძლებელია იყოს ასე ვთქვათ გარკვეული გადაწყვეტილება სწორედ კომიტეტის ფარგლებში მის მიმართ მიღებული და გარკვეული დასკვნის მომზადება ეს კომიტეტის მუშაობის ასე ვთქვათ ერთ-ერთი ფორმაა და ასე რომ თუ ეს საფუძვლები არის და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს ასე იყო, რა თქმა უნდა ეს დასკვნა უნდა მომზადდეს. სტატუსის მინიჭება როგორც ასეთი იცით როგორც მოხდა, ჯერ იმუშავეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დადეს დასკვნები. ეს დასკვნა იყო შემდეგ განხილული კომიტეტის ხდომაზე ადამიანის უფლებების და იქ მომზადდა პარლამენტის დადგენილების პროექტი. მე ეხლა არ ვფიქრობ, რომ ჩვენ დადგენილების პროექტზე ვიმუშავებთ. ალბათ აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოამზადოს დასკვნა, რომ აქ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნა და რა თქმა უნდა პროკურატურამ უნდა მოძებნოს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის და შესაძლებელია კომიტეტის დასკვნა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს საქმე გადაისინჯოს და რეალურად ვარცხაჯულება შედგეს ამ ადამიანს.